უარს ვამბობთ ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასად შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს. მეორე, ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი პრინციპული უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ არათანამშრომლობაზე გადის. 30 ივნისს ამ განცხადებით მიმართა კოალიცია ცვლილებისთვისა და დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს. ერთიანობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე 8 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა. ამბობენ, რომ არ სურთ ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციის ფასადი შეუქმნან. 30 ივნისის შეთანხმებას საფუძვლად 8 ოპოზიციური პარტია წინა დღით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ასახელებს. არჩევნები რო გინდა, ეს არ ნიშნავს, რომ რუსული კრიმინალური და მოღალატური რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოღალატური და კრიმინალური რეჟიმი რაღაცა პროცესს დაარქმევს არჩევნებს და შესაბამისად ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არათუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა, იმ ჩვენი ქართული პატრიოტული საზოგადოებისა, რომელიც უკვე 7 თვეა უწყვეტად აპროტესტებს ამ რუსული მოღალატური რეჟიმის მიერ ხელისუფლების მიტაცებას, 2024-ში არჩევნების გაყალბებას. განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არ არიან კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს და პარტია გახარია საქართველოსთვის. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ გუნდში მერობის ნეიტრალურ კანდიდატზე ფიქრობენ. მათი თქმით, ამ მომრჩევლის დაკვეთას ასრულებენ, გადაწყვეტილების შესვლას არ აპირებენ, ხოლო განცხადებაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს რიტორიკული კითხვით მიმართავენ. ქართული ოცნების დამარცხების რა გეგმა აქვთ? ექს-პრემიერის გუნდისგან განსხვავებით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ კოალიციაში ლელო ძლიერი საქართველო. ოპოზიციური გაერთიანებისთვის რიგ საკითხებზე თანამოაზრეთა განცხადება სიახლე არ ყოფილა, თუმცა მზად არიან პოლიტიკური პროცესების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილონ. პროექტში მინდა მივესალმო იმას, რომ ელენე ხოშტარიამ შეწყვიტა შიმშილობა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ ბოიკოტის მომხრე და ჩვენ ეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ასე რომ ახალი ისე არაფერი არ მოგვისმენია. ეს არის მათი არჩევანი, მე შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ მე პატივს მათ არჩევანს, რაც შეეხება ლელო ძლიერ საქართველოს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და საზოგადოებას სწორ დროს შეიტყობს იმას, თუ რა არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება. ხა როდესაც ირჩევ პროტესტის ასეთ ძაფრ ფორმას, რასაც ქვია საკუთარი ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, ხარჯზე იბრძოლო რაღაცის წინააღმდეგ და ვიღაცის წინააღმდეგ და ეს ვიღაც ამ შემთხვევაში არის ოპოზიცია. ეს როგორც მინიმუმ ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო. ოცნებასაც არ უნდა, რომ აი მოთხრობა არ გადალახულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ოპოზიციურ შეთანხმებას აკრიტიკებენ და ოპონენტების მიერ გამოცხადებულ რამდენიმე დღიან შიმშილობას არაეთიკურს უწოდებენ ქართულ ოცნებაში. პროტესტის უკიდურეს ფორმაზე საუბრისას შალვა პაპუაშვილი კვლავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შანტაჟის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში გერმანიის ელჩს ახსენებს. თანაგუნდელის მსგავსი რიტორიკით ისაუბრა ირაკლი ზარქუამაც. ქართული ოცნების წერმა არ გამორიცხა დღის წესრიგში დიპლომატების გაძევების საკითხის დაყენება. არ ამგონია საერთოდ რამე შეეცვა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ასე რომ ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით 2 დღე იშიმშილა. ადამიანმა ერთი და მეორე გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ ხრივ ალბათ მოხვდებით რაღაცა მსოფლიო ჰედლაინებში. არაეთიკური არის შიმშილობის გამოცხადება და საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით, საკუთარი სიცოცხლის შანტაჟის სხვების იძულება არის არაეთიკური. ამის ახსნას ვცდილობდი მე გერმანიის ელჩისთვის, რომ არაეთიკური არის, როდესაც ადამიანი აშანტაჟებს სხვას საკუთარი სიცოცხლით და არაეთიკური არის, როდესაც ამ შანტაჟს შემდეგ სოლიდარობას უცხადებ, მაგრამ როგორც ხედავ ვერ გავაგებინეთ გერმანიის ელჩს. ხოშტარიამ კი შეწყვიტა და გედი იმედია შიმშილობა, მაგრამ ის ხوار ჩაენაცვლოთ გერმანისაც ფიშერი. ჩვენ რადიკალი გახდა. ტიპი არის რადიკალი.
და მე არ ვიცი ასეთ მოცემულობაში მე კიდევ ერთხელ ვამბობ რა ვიცი შეიძლება დავაყენო საკითხი რომ საერთოდ ეს ელჩი იქნეს გაძევებული მე მგონია რომ ის ელჩები ვინც მავნებლობენ ვინც ენაცვლებიან ამ რადიკალებს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ მე მგონია რომ უნდა გავაძევო ოპოზიციონერთა განცხადებას 1 ივლისს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა დაემატა, რომლის ფარგლებშიც 2000 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. ახალი გამოკითხვის თანახმად საქართველოს მოსახლეობაში უფრო მეტია იმათი წილი, ვინც იზიარებს, რომ ოპოზიციონერმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში უპირობოდ უნდა მიიღონ მონაწილეობა. კვლევის ავტორები დასძენენ, რომ ამ რიცხვში შედგენ როგორც ოპოზიციურად განწყობილი, ისე ქართული ოცნების ამორჩევლები. ამავე მონაცემების თანახმად პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამორჩევლებს შორის წამყვანია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტისა და ადგილობრივ არჩევნებში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მონაწილეობის იდეაც. ბოიკოტი თუ მონაწილეობა ამ კითხვაზე პასუხით გახდება ცნობილი შეემატება თუ უცვლელი დარჩება პოლიტიკურ ლიდერთა ხელმოწერების რაოდენობა ოპოზიციის ნაწილის 30 ივნისის შეთანხმებაზე.